პროკურატურა პოლიციის ხელმძღვანელობს მაღალი სტანდარტით და ვინაიდან დადასტურდა, რომ შესაძლოა ბრალდებულს უთყურად არ ცოდნოდა, რომ პოლიციელები ასრულებენ თავის სამსახურებელ მოვალეობას, ამიტომ მივიღეთ ჩვენ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდება რთულ ვითარებაშია. ოცნების პროკურატურის მიერ წარმოებულ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში პრაქტიკულად არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც სინდისის პატიმრებს დანაშაულს დაუმტკიცებენ. ასე მოხდა საბას ხვიტარიძის შემთხვევაშიც, რომელსაც დღეს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალი გადაუკვალიფიცირეს. ბრალდების მხარე გამოძიების ეტაპზე ხელმძღვანელობს სხვა სტანდარტით და სასამართლოში ხელმძღვანელობს უფრო მაღალი სტანდარტით. შესაბამისად, სასამართლოში სახელმძღვანელო სტანდარტით უტყუარად შესაძლოა ვერ დადასტურებულიყო, რომ საბას ხვიტარიძემ ბრალდებულმა იცოდა ნამდვილად, რომ პოლიციელები ასრულებენ სამსახურებელ მოვალეობას. ამდენად ვინაიდან არ ვიხელმძღვანელეთ ამ სტანდარტით, მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. საბას ხვიტარიძეს ქორჩერდ მერიოდთან მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებოდნენ. გამოძიება 343 მუხლით მიმდინარეობდა, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შვიდი თვის განმავლობაში დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ თავისუფლების მოედანზე მყოფი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული აგრესიული პირების სამართალდამცველებად იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია არც თავად ბრალდებულს. დღეს პროკურორს მოუწია გაეთვალისწინებინა დაცვის პოზიცია, გამოკვლეული მტკიცებულებები, დაცვის მხარის დაკითხული მოწმეთა ჩვენებები და ხვიტარიძისათვის ბრალიდან დამამძიმებელი გარემოება მოეხსნა. ჩვენ ყავდა წარმოდგენილი ათეულობით მოწმე ვიდეო ჩანაწერების საათობით და სქემა იყო ისე აწყობილი, რომ შეუძლებელია საბას ხვიტარიძეს ცოდნოდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ვინაიდან ჩვენ გამოვითხოვეთ ქორჩერდ მერიოდის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ტელეეკრანებზე გაშვებულ ვიდეო ჩანაწერებს წუთობრივად და წამობრივად შევადარებთ და მივხვდით და გავაანალიზეთ და აბსოლუტურად ყველამ გაანალიზა, რომ შეუძლებელი იყო საერთოდ საბას ხვიტარიძეს ამ ადამიანებთან სიტყვიერი კონტაქტი ქონოდა ვიდეო ჩანაწერების თანახმად. ბრალდების მხარე მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ შეცვალა კვალიფიკაცია, ვინაიდან თავად პროკურორმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული მუხლი იმის ნაცვლად, რომ საბას ხვიტარიძეს 11 წელი ქონოდა განსაზღვრული სასჯელად, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 6 თვიდან 3 წლამდე ჯარიმას, შინაპატიმრობას და გამასწორებელ სამუშაოს სასჯელის სახით. კიდევ ერთხელ და ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია არ იყო მუხლის ცვლილება მხოლოდ. ჩვენი პოზიცია იყო, რომ საბას ხვიტარიძე აღნიშნულ ქმედებაში არის სრულიად უდანაშაულო და ის უნდა გამართლდეს. ახლა პროკურატურა საბას ხვიტარიძეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება, რაც ჯარიმასთან 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია სინდისის პატიმრის გადაკვალიფიცირებულ საქმეზე გადაწყვეტილება 1-ის ხდომის შემდეგ უნდა გამოაცხადოს. საინტერესოა სასჯელის რა ზომით გაასამართლებს სინდისის პატიმარს თავად წარსულში ნასამართლები მოსამართლე. საბას შემთხვევაში მტკიცებულებები არ არსებობდა, ასევე არ არსებობს მტკიცებულებები არც ერთი პოლიტპატიმრის საქმეში. მაინც კარგია, მე ესე ვთვლი, რომ მაინც რაღაცა აღიარებაა მაგათი და არავინ არ მოკლავს არავის შეცდომის და აღიარების გულისთვის. მთავარია, რომ რაღაცამდე მივიდეთ, რაღაც დათმობებზე წავიდეთ, რაღაც აღიარებები გაკეთდეს, რომ არიან ნამდვილად ეს ხალხი უდანაშაულოდ დაპატიმრებულები და დაკავებულები. გარდა იმისა, რომ ხვიტარიძის საქმეში არ არსებობს ბრალის დასადასტურებლად მტკიცებულებები, სინდისის პატიმარი თავადვეა დაზარალებული. ის სამართალდამცველების მხრიდან არა ადამიანურ მოპყრობასა და წამების ფაქტებზე სამართალწარმოების დაწყების დღიდანვე საუბრობდა. ამ ფაქტს გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International, რომელმაც პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართა და ხვიტარიძის საქმის საერთაშორისო სტანდარტებით განხილვისკენ მოუწოდა. საქართველოსთან მიმართებით დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ნაბიჯები კი მათ შორის აღნიშნულ დასკვნასაც დაეფუძნება.
საბას დაკავება და მის დამიმოპყრობა დაკავების შემდეგ აშკარად შურისძიების ნიშნებს ატარებს. მიზნად ისახავს მიწის დასჯით, დაშინების ეფექტის შექმნას და სხვა მოქალაქეებზე გავლენის მოხდენას, რომ თავი შეიკავონ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისგან. მის საქმეში იმთავით ევლინდება ხელისუფლების მხრიდან უკანონო და შურისძიების შემცველი ქმედებები, რაც საერთო სურათის ნაწილია. სახელმწიფო მართლმსაჯულებას კრიტიკული ხმების ჩასახშობად იყენებს. მოგიწოდებთ უზრუნველყოთ საბას ხვითარიძის წამებისა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დროული, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება. პასუხი აგოს ყველა პასუხისმგებელმა პირმა სამართლიანი სასამართლოს პირობებში. ასევე მოგიწოდებთ უზრუნველყოთ, რომ საბას ხვითარიძის საქმე განხილულ იქნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ყველა ის ჩვენება ან მტკიცებულება, რაც საბას ხვითარიძის წამების ან არასათანადო მოპყრობის შედეგად იქნა მოპოვებული, არ იქნას გამოყენებული სამართალწარმოებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ეხება ამგვარი მოპყრობის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემას. საბას ხვითარიძის დღევანდელ სხდომაზე მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდა. საინტერესო არა სტრატეგია აირჩია ახლა ოცნების პროკურატურამ სინდისის პატიმრების წინააღმდეგ და არის თუ არა დღევანდელი გადაწყვეტილება უკან დახევა. სხდომაზე პროკურორმა უკვე თქვა დასკვნითი სიტყვა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კი დაცვის მხარის დასკვნითი და სინდისის პატიმრის საბოლოო სიტყვაა დარჩენილი.